დღეს არის ხარების ბრწყინვალე დღესასწაული და როგორც მამა თალმასი გვირჩევს დღევანდელ დღეს ერთმანეთს უნდა გავუღიმოთ და აუცილებლად უნდა გავახაროთ ერთმანეთი. ახლა ინტერნეტ სტუდიიდან ანანუ ლებანიძემ შეკითხვები მოგვიმზადა, როგორ აქტიურობენ მაყურებლები, მოდით ერთად მოვისმინოთ. ნელა დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ინტერნეტ სტუდიიდან განვაგრძობ მუშაობას, მოგაწვით რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას, ასევე წაგიკითხავთ რამდენიმე შეკითხვას მოვიდა ჩვენს ინტერნეტ მისამართზე, Skype-ში მოსულ შეკითხვას გაგაცნობთ. გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაისწარით და ჩვენც ასევე გილოცავთ. მე პირველად ვარ მარხვაზე და მაინტერესებს დღეს ნამდვილად ხსნილია თუ არა თევზითო, ამაზე ისაუბრა მამა თალმასმა დღეს და შეგიძლიათ რომ მიირთვათ, ასევე აინტერესებთ ჩვენს მაყურებელს საღამოს უცხო თუ იქნება რომ შევძლოთ მისვლა და თუნდაც ანთლის ანთება ამ დღესთან დაკავშირებით, ვისაც სამსახური აქვს, ვერ ახერხებენ რა თქმა უნდა დღის პირველ ნახევარში მისვლას, ამაზეც გაგცემთ მამა თალმასი აუცილებლად პასუხს. მოდით ძალიან ბევრი შეტყობინება გვილოცავენ მაყურებლები დღევანდელ დღეს ჩვენც მოგილოცავთ, ასევე ძალიან აქტუალურია კითხვა მამა თალმასთან დაკავშირებით, მის შემოქმედებასთან დაკავშირებით, ხომ არ აპირებს კრებულის გამოცემას. კიდევ ერთი შეკითხვა დაემატა ასეთი Facebook-ში, ამაზე ისაუბრა მამა თალმასმა და ის თავის შემოქმედებაზე რა თქმა უნდა კვლავ განაგრძობს ჩვენს ეთერში საუბარს. მე მინდა ასევე შეგახსენოთ ეს საინტერესო ინფორმაცია ხარებას, რა თქმა უნდა, ყველა ეკლესიაში ინთება სანთები და ხალხი აქტიურად მიდის ამ დღეს და ლოცულობს ტაძრებში, მაგრამ არსებობს ისეთი ტაძრები, ხარების სახელობის ტაძრები, სადაც განსაკუთრებით ხალხმრავლობა არის ხოლმე ამ დროს. საკათედრო ტაძრებიც არის რამდენიმე მსოფლიოში, რომელიც ხარების სახელობის არის. ამჟამად არსებობს მსოფლიოში 15 ავტოკეფალური და 4 ავტონომიური ეკლესია. აი მათ შორის ხარების სახელობის არის ტაძარი ალექსანდრიაში, საკათედრო ტაძარი ეგვიპტეში, სადაც რა თქმა უნდა ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ასევე ათენში არის ხარების სახელობის ტაძარი და ალბანეთშიც არის ტირანაში სამეთაურო კათედრა. იქაც განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღე. ასევე მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით ეს დღე აღინიშნება რა თქმა უნდა იესოს სამშობლოში, ასე რომ ვთქვათ, ნაზარეთში, სადაც ძალიან ბევრი ტურისტიც ჩადის ამ დროს. ადგილი, სადაც გალილეის ქალაქი, სადაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა ყოვლადწმინდა მარიამს კაცობრიობის ხსნელის მოვლენების საიდუმლო. ეს ადგილი ნაზარეთი და აი ხარების სახელობის ტაძარი, რომელიც აიგო სწორედ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ახლა თქვენ კადრში ნახოთ. ალბათ ბევრი ადამიანი ნამყოფია აქ და ქონია იმის ბედნიერება, რომ საკუთარი თვალით ახლოს ინახა ეს ადგილი. ასევე მოხატულობა. ეს საინტერესო სურათები არის ინტერნეტში ამ ადგილთან დაკავშირებით. გისურვებთ რომ ეწიოთ თავად და მოინახულოთ ეს არაჩვეულებრივი ადგილი. მე შეგახსენებთ ჩვენს მისამართს, როგორ უნდა დაგვიკავშირდეთ Facebook-ზე, უნდა აკრიფოთ დღის სტუმარი ქართულად, Skype-შიც შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ, აქ უნდა აკრიფოთ დღის სტუმარი ინგლისურად, იაქტიურეთ, მოგწერეთ შეტყობინებები, თქვენი მოსაზრებები და შეკითხვები გაგვიზიარეთ. მე რამდენიმე წუთში კვლავ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში და შეგახსენებთ, ისევ გაგაცნობთ საინტერესო ინფორმაციებს და წავიკითხავ პირდაპირ ეთერში თქვენ შეკითხვებს. გავებით. ანანო, რაც ყველაზე მთავარი ერთმანეთი უნდა გავახაროთ. არა მარტო დღეს, არამედ ყოველთვის. მადლობთ, მომავალ ჩართვამდე. ვინც ახლა შემოგვიერთდა, შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი გახლავთ ჯვრის მამის ტაძრის მოწყვლადი დეკანოზი თალმას ჩოხელი, ხოლო მის პორტრეტს ახლა ერთ პატარა სიუჟეტში ვნახავთ, რომელიც ჩემმა კოლეგამ ანანუ ლებანიძემ ეს ჯვრის მამის ტაძრის მოწყვლადი მამა თალმას ჩოხელია. ერთი შეხედვით მთასავით მკაცრი, სინამდვილეში კი იუმორით გამორჩეული და მეგობრულია. აქ მას ასე იცნობენ, თუმცა მამა თალმას კიდევ ერთი გამორჩეული თვისება აქვს. დეკანოზი თალმაზი ჩოხელი
ჩვენი პოეტია დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით აქციოს ჩვენი პოეტი პატრიარქიც კი მამა თაუმას სამსახელით მოიხსენიებს. მას ლექსების წერა სწორედ უწმინდესმა გადააწყვეტინა. უწმინდესი ბრძანდებოდა სულ ჯვარის მამაში და როდესაც ვაჩვენეთ ხატწევს და შევიყვანეთ დაათვალიერა და გვითხრა ჩვენ მოძღვრებს რომ ყველა მოძღვრმა რაღაცა შევქმნათ არამატო სასულიერო სფეროში ამით და რაღაცები არ გესმის ხორში ისე რომ შეიკრიბა. ეხლა ჩემი ხმა მიმეორდება და თაში არწივი ნავარდობს, ცაში ღრუბლები ფენია, ჩანჩქერთა კლდეჭი უხებში ესოდენ მოულხენია, არაგო შენსა კალთებსა კლდენი ლოდები ფენია, ამაყო გუდა მაყრელო რად მოგიწყენია. არაგო შენსა კალთებსა კლდენი ლოდები ფენია, ამაყო გუდა წარმოშობით გუდამაყრის ხეობიდან თიანეთში დაიბადა და გაიზარდა. ამიტომ ამბობს, რომ ერთ დიდ სამშობლოში, საქართველოში, კიდევ ორი პატარა სამშობლო აქვს. მთის მოტრფიალე მშობლიური კუთხის კილოზე წელს და მთისენით გარშემოყოფებს ათქვამს. პოეზია პატარაობიდან უყვარს, თუმცა სერიოზულად ამ საქმეს ხელი 1 წლის წინ მოკიდა და ახლა 22 ლექსზე მეტის ავტორია. მისი ლექსები უკვე სიმღერებადაც იქცა. მისი ლექსებს თითქმის მთელი საქართველო იცნობს. იმდენად ლამაზია, რომ მეც მომიწია მის სიმღერებზე, მის ლექსებზე უბრალოდ სიმღერების დაწერა. ამღერიც ხოთეშორის ბევრს ნამდვილ ადამიანს აქვს სურვილი და აპირებენ რომ მის ლექსებზე სიმღერები დაწერან. დღეს როგორც პოეტს მას ბევრი იცნობს. ჯვრის მამის ტაძრის მბელმა ლექსების უმეტესობას ეპირად იცის. მამაოს გამორჩეული ნიჭი ტაძრის კედლებსაც დიდი ხანია გასცდა. მეც ვფიქრობ, თა მაინც ყოველთვის იყო სიწმინდის სათავე, თიდან მოდიოდა, თა ინახავდა თქვა ტრადიციას, სადაც უფრო მეც ისუფთავეს და ჩამოდიოდა ბარში და მიხარია, რომ ეს ერთ-ერთი შემოქმედი კიდევ ყავს თიდან. არა მარტო სონეთი ყველას თითქმის ვინცაც გვაქვს შეხება მამაოსთან და მის შემოქმედებასთან ყველა აღფრთოვანებული ვარ და ნამდვილად მის ხასიათში დევს აი ეს თაც ეს ბუნებაც ყველაფერი და ეს თავისი გულიდან ამონაღები აქვს თლიანად ლექსში ჩადებული. როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა, ქართველებს ხო ესე ძალიან გვაქვს დედის სიყვარული საფრად და მინდოდა რომ მას დარჩა რაღაც მცირეოდენი, სულ მცირეოდენი თანხა და მინდოდა რაიმე ხელმოსაკიდი მეყიდა აი ამ თანხით და იმ თანხით ვიყიდა ეს სურათი, რომელიც ჩემს სოფლის სახლს გავს, რომელიც ოდესღაც მქონდა, ეხლა სამწუხაროდ აღარ არის ის სახლი. ის სიყვარული მის სახლში ყველაფერს ეტყობა, განსაკუთრებით ამ კუთხეს, სადაც ყველა ნივთი გუდამაყარს და თიანეთს ახსენებს. აქ ყველა დეტალს ეს სიყვარული ემჩნევა. აი აქ მაგალითად პატარა გუდამაყარია. ეს ყველაფერი მახსენებს ჩემ ძვალთ შესავალს, ჩემ მთას მახსენებს, რომელშიც სამწუხაროდ მე დღესდღეობით აღარ ვცხოვრობ და აი ესე ვცდილობთ, რომ ესე არ დაიკარგოს ეს შვილებმა ისწავლონ და შვილიშვილებმა. ოჯახში ხელოვნება ყველა შეაყვარა. ქალიშვილი ხატვის გარდა მთის სიყვარულს მუსიკითაც გამოხატავს. მამის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს ჩონგურზეც ხშირად ამღერებს. ოჯახის უფროს გეგმები ბევრი აქვს. უნდა მოკრძალებული შემოქმედება, როგორც თვითონ უწოდებს, უფრო მეტ ადამიანებამდე მიიტანოს. ღვთის სიყვარული ნამდვილად ჩანს იმ ლექსებში, რომელიც არის ღვთის სადიდებელი. თუმცა სანამ უშუალოდ ამღერებულ ლექსებზე გადავიდოდეთ და მამაო თავად ახსნიდებს მის შემოქმედებას და კიდევ რა სიახლეებს შემოგთავაზებს ლიტერატურული საღამოების სახით, ეთერი მინდა დავუთმო ჩემს კოლეგას ანუკა გვალიას და მის სტუმრებს. ანუკა
ნავა გიბრუნდებით ანსამბლ ფაეტონთან და დავით არჩაძესთან ერთად. როგორც უკვე დაკვირდით, ჩვენ დღეს ვიზრუნებთ ხარება დღეს იმისას, რომ გაიღიმოთ და ბედნიერები იყოთ. მოგესალმებით დავით და მოგესალმებით ბატონო ილია. ჩემი სტუმრები გახლავთ ანსამბლ ფაეტონის ხელმძღვანელი ლილია დათუაშვილი და ბატონი დავით არჩაძე. შენ უკვე გააჟღერე ჩვენს ეთერში ლევარო ჩვენთან პრემიერა შედგება სიმღერის მამა თავმასის ტექსტზე დაწერილ სიმღერა, რომელიც დავით არჩაძემ დაწერა. შეასრულებენ კახაბერ მანგოშვილი და გიორგი ბექაური. ასე რომ, მოდი მივულოცოთ ჯერს მაყურებელს. ულოცავ ხარების მართლა ულამაზეს დღესასწაულს, უფლის წყალობა არ მოშლოდეს მთელ ერს და მამაო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რომ ესე ლამაზად არსებობთ, ესე ლამაზ პოეზიას ქმნით. ჩვენ აი მე ილია ბიჭები ყველა აქ ვართ ერთად შეკრებილები, რათა ჩვენი მოგზალებული სიმღერით თქვენი შემოქმედება გავაცნოთ მსმენელს და იცით ეს მთის კილოა და რა ვიცი გულიდან ამოხეთქა რა და ძალიან მიხარია რომ ეს სიმღერა რომელიც ბოლოს შესრულდება ჯერჯერობით სხვა სიმღერა შესრულდება მეორე ჩავთვით ეს გემრიელ უკბას ბოლოსთვის ვიტავ მას სუბოლოდ დავაგვირგვინოთ სიმღერა რომელიც შექმნა სნოზე და უკვე ეს სიმღერა დამუშავებულია, გამზადებულია ჩასაწერად, რამოდენიმე დღეში იქნება მზად და ძალიან გვიხარია ის ფაქტი, რომ უწმინდესმა უნდა მოისმინოს ეს სიმღერა. რა ვიცი, მამაოს მეორე ჩარტაში იქნებით ჩემი სტუმარი დავით, მაგრამ ამავდროულად მინდა დავაანონსო, რომ ჩვენი მასპინძელი. ამჯერად ანსამბლი ფაეტონი, მაგრამ ძალიან მალე ქართული ხმები გვპირდება საოცარ საღამოს, ხო ასეა? კი, 15-ში რესტორან ძველ ქალაქში აუცილებლად და სიყვარულის დღეს ჩვენ თქვენთან ვიქნებით. მანამდე კი გადავიდეთ ხარებაზე და ბატონო ილია, დღეს რა განწყობით შევდივართ ეთერში? რა თქმა უნდა, კარგი განწყობით მივეცალმეთ სრულიად საქართველოს ანსამბლი ფაეტონი, ულოცავთ ხარების ცხინვალე დღესასწაულს და მე მინდა გითხრათ, რომ პირველი სიმღერა ხარ, რომელსაც შევასრულეთ, ვაჯებ შავრას გენიალურ ტექსტზე, ასევე გენიალურ სიმღერას, ბატონი თემურ ქევხიშვილის სიმღერას შემოგთავაზეთ სამშობლოს. გთხოვთ სამშობლო ვაჟებ შავრას ტექსტზე, ანსამბლი ფაეტონი შეგვიქმნის განწყობას, როგორც უკვე გითხარით და შემდეგ უკვე მე გადავინასწრებ კახაბერთან და გიორგისთან.
დიდი მადლობა ანსამბლ ფაეტონს. ჩვენ კიდევ დავბრუნდებით თქვენთან, ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი განწყობა ამაღლებულია და ქართული ღვინით ხელში მოგინდათ, რომ შეეგებოთ ხარება დღესასწაულს და ასეც იქნება დარწმუნებული ვარ. ეხლა კი მე გადავიასწავ კახაბერ მანგოშულთან და გიორგი ბექაურთან, ვინაიდან რადგანაც უნდა შეასრულონ მამა თავმასის ტექსტზე შექმნილი სიმღერა დავით არჩვაძის. მოგესალმებით ბიჭებო, კახაბერ, გიორგი. გამარჯობა. იულოცეთ საქართველოს ხალხო. ულოცავთ სრულიად საქართველოს. ამ წინვალი დღესასწაულის მისი მადლი და კალთა ფარავდეს სრულიად საქართველოს, ჩვენს საქრისტიანოს, ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს და ყველას. და გახარებულები გვაყოფოს ღმერთი. გმადლობთ გიორგი, ახლა კახაბერ. დიდი მადლობა. მოგულოცავ სულ დღევანდელ დღესასწაულს ღმერთმა დაგულოცოს და გაგვაერთიანო და გავწყნებულები ვიყოთ. მიულოცავ უწმინდეს და მამა თავმასის მიულოცავ დღევანდელ დღეს და დაგულოცოს და სიმღერა გუდამაყარი, რომელიც დაწერილია მამა თავმასის მიერ. ჩაწერილია ეს სიმღერა თუ ჯერ არ არის? ჩაწერილია ტრიალებს რადიოშიც და კი, მაგრამ დღეს ეთერში ამის პრემიერა პირველად ხდება, ხო მასე? ეთერში კი? მაშასე მე ხელს აღარ შეგიშლით, ეხლა თქვენ უნდა შეგვიქმნათ კიდევ ერთხელ კარგი განწყობა ბიჭებო. Chamakhawela barada tashi sutkava shenia vada jriani makhabilida omshi aramogil tenia vada jriani makhabilida omshi aramogil tenia sakveni savash gatsoni dasro utmela dagelian unda daslo sitsotsaleda ogitmo saramenia unda daslo მადლობა გიორგის და კახაბერს. კახაბერმა როგორც მთხოვა ფანდურას, ასე უნდა წარმოედგინე ხომ ასეა კახაბერი? კი, კი. და ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. ჩვენ კიდევ დაგიბრუნდებით ფაეტონიდან, ანსამბლ ფაეტონთან და ამჯერად დავით არჩვაძესთან ერთად საოცარი სიმღერებით და საოცარ განწყობას შეგიქმნით, ლევა. საოცარ გარემოში ხარ ანუკა და აუცილებლად მომავალ ჩართვას დაველოდებით დიდი სიამოვნებით დროებით. ფოლკლორშიც რომ დაამტკიცა დართო არჩვაძემ, რომ ძალიან ნიჭიერია, როგორც კომპოზიტორი, თქვენ როცა მოისმინეთ ეს სიმღერა ალბათ იყო რაღაც იმაზე მეტი ემოცია, რაც ამ ლექსში არის. ზუსტად როცა ავტორი ისმენს ამღერებულს თავის ტექსტზე, აქვს ხოლმე ძალიან ბევრს შენიშვნა. მართალია თქვენ მამაობრძანდებით, მაგრამ რამე შენიშვნა ხომ არ გქონდათ, იმიტომ რომ ამღერდა არაერთი სიმღერა, როგორც გუდამაყრელი, რომელიც ახლა რეალ ტივის ეთერში პირველად მოისმინა, სატელევიზიო დებიუტი ქონდა ამ სიმღერას, ამღერდა ასევე წუთი სოფელი.
ფშაველები, სამასი არაგველები და ია. მე შემოვინახე სიმღერა ჯერის ნოზე, რომელიც დაანონსა ჩემმა კოლეგამ და დათო არჩვაძემ. თუ შეიძლება აი ამ სიმღერების ისტორიები, ასე ვთქვათ, ტექსტის ისტორიები, ლექსების. ესე იგი, შეიქმნა ეს გუდამაყრელი მოისმინა მსმენელმა სიმღერა ფშავლებზე არის თიანეთში, ერწოში არის ანსამბლი ფშავლები, რომელიც ძალიან ნიჭიერი და კარგი ხმები აქვს ღვთისგან მიმადლებული და ამათ დაწერილი აქვს მუსიკა, უნდა რაღაც მიზეზების გამო ვერ ახერხებენ ჩაწერას ჯერ სტუდიაში და ეს დაიწერა სიმღერა, როგორც მითხრეს, კარგი გამოდის. ფშავლები ქვია ამ სიმღერას და მე ვარ გუდამაყრიდან და დავიბადე და გავიზარდე თიანეთში. ჩვენ სამშობლო არის საქართველო, რომელიც ჩემი აზრი მაქვს მაგათთან მიმართულებაში, რომ აუცილებლად კითხავთ დავსვამ კითხვას. პატარ-პატარა სამშობლოებიდან შედგება დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი, ახმეტა და ასე შემდეგ და მე კიდევ საქართველოს გარდა ორი სამშობლო მაქვს. თიანეთი და გუდამაყარი და აი ამ ორივე მხარეს მიუძღვენი ლექსი და ღვთისმსხალით ერთი ამღებ და ერთი წამღები. მამო, სანამ თქვენ სტუდიაში ლექს დაიკითხავთ, მოდით შევთავაზოთ მაყურებელს სწორედ იქ გადაღებული კადრებით თქვენს ლექს, რომელსაც მსახიობები კითხულობენ, მოვისმინოთ და დავბრუნდეთ. თიანეთის სამხარეო, ნაქებო ივრის ჭალაო, ტალღებო მზრბოლო ჩქარადა, ბევრ საიდუმლოს მალავო, ბევრ ჩაგიხვევავ ტალღებში, მუხში წაგირთო მძალაო, სამშობლო ხაჭო ერბოსო, კალმახი ყვარობს თანაო. მრავალ დაზრდილან შენს კალთას ქალვაჟნი ალვის ტანაო, დაილოცენით ფშავლებო, ამაყი გვარისანაო. დაგლოცოთ ჭიჩოს პირცეცხლმა, პატრონმა ბევრი სამაო, ამაყო მთისაშვილებო, ამრალოს თქვენის თანაო. მთის წვერზე ღრუბლის ფრთილები, ჯაღმა დაიპყრო ჭალაო, სალის კლდეების გამხრედი, ბალახის სიფრიფანაო. ლაშარის გორზე თამაშმა, ქალის და ვაჟის სამაო, წაწლობამ, წინწა ნაქარმა, კუნაბედმ ამისამაო. პანტის არაყით ქეიფმა, ნაბაჯში თენებამაო, ნურც დაილევა ნურაზროს თქვენისა, ნამგლის ყანაო. ივრის ხეობა ლამაზო, ავდარმა პირიგბანაო, არ დაგივიწყებთ ფშავლებო, თებო, ველებო, ჭალაო. ივრის ხეობა, რომელიც ახლა კადრში იხილა ლექსთან ერთად მაყურებელმა, თუ როგორ გადაიღეთ ეს კოლაჟი, როგორ გაჩნდა ეს იდეა და რატომ ამის შესახებ თქვენ პასუხს მამალ მოვისმენ, მას შემდეგ რაც ეთერს დაუთმობ მაყურებელს, რომელსაც მივესალმები და მიულოცავ რეალ ტივის სახელით დღევანდელ დღეს. გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობთ თქვენც. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მამაოს იმისთვის, რომ არსებობს, იმისთვის, რომ დღევანდელი დღე გვაჩუქა და კიდევ გაგვახარა და გაგვალამაზა. მე თვითონ ვარ წარმოშობით გუდამაყრიდან, თუმცა არ ვარ ნამყოფი და მე დღეს თქვენი წყალობით მოვიარე ის კუთხე და რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. მადლობთ თქვენს არისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს. მოკლედ გუდამაყრული სიყვარული სულ სხვა არის, იმიტომ რომ მთაში ვინც იზრდება და იბადება არ შეიძლება რაღაც შემოქმედებითი კუთხით არ ამოხეთქოს სადღაც ამან. თქვენ შემთხვევაში მოდით მე თავისი კითხვა იმ ვიდეო პატარა რგოლებზე, რომლის მიხედვითაც, თქვენი ლექსების მიხედვითაც თქვენ ეწვიეთ თქვენს მხარეს და თქვენი იდეა იყო ეს, თუ კიდევ რას აპირებს? დიახ. როდესაც ეს ლექსები დაიწერა, მომინდა რომ ჩაწერილიყო ეს სტუდიაში და იქნა ჩემი მეგობარი მსახიობის მიერ ჩაწერილი სტუდიაში და შემდგომ გამიჩნდა ესეთი იდეა რომ დამერთო ამისთვის სანახაობაც მთა ყოველი ადამიანი შეიძლება თიდან იყოს და ვერ უხერხდებოდეს წასვლა და მინდა და იმისთვის ლამაზი მეჩვენებინა როგორ ლამაზია ჩემი სამშობლო და ჩვენ ვიყავით წასული და მოგვეხმარა პაატა ვარდანაშვილი, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანია და გადავიღეთ აი ეს ხეობა მთლიანად თავის საჯიხვებით, მაღალი და ლამაზი მთებით და შემდგომ მემონტაჟე არის პატარა გოგონა ანა მესხი, რომელიც მომეხმარა და ერთობლივად აი ეს მე ვთხოვდი რომ რომელ ლექსზე რა მუსიკა დაედოთ და რომელი
ჩვენება რომელი ლექსისთვის. მამა, თქვენს ლექსებში იგრძნობა ტკივილი, რომელიც უკავშირდება მთიდან ვარში ჩამოსვლას. თქვენ ხშირად სტუმრობთ ხოლმე თუნდაც გუდამაყარს. და მოგვიყევით თქვენი ვიზიტის შესახებ და თუ არის ეს ვიზიტი პროპაგანდული სახის, ასე ვთქვათ. თუ ხდებით მოსახლეობას. კი, რა თქმა უნდა, ავდივართ ხოლმე წელიწადში რამოდენიმეჯერ ავდივართ და ვეფერებით იქაურობას. როგორც გოდერძი ჩოხელია მოქვს გუდამაყარი ერთ დიდ წიგნსა გავს, რომელსაც ყლები მთები ყდათა აქვს ამ წიგნსაო და ფურცლავთ და ვათვალიერებთ ამ წიგნს რა და როგორც შეიძლება არ უყვარდეს ახლა ღვთისგან არის შექმნილი ქვეყანა, თუნდაც ის მაღლა აზიდური ხელთუქმნელი მთები გვეუბნებიან, რომ ღვთისგან, ღვთის სადიდებელს ამბობენ თავისი არსებობით, თავისი დიადით ეს მთები. მამა, თქვენ ყველაზე მთავარი რამ ახსენეთ და ლოგიკურია უნდა დავსვა კითხვა, თქვენ ბრძანდებით გვარად ჩოხელი და სწორედ ამიტომაც არ არის გასაკვირი თქვენი წარმომავლობიდან, რომ თქვენ შეიძლება წერდეთ ესეთ კარგ ლექსებს. მოდით მოგვიყევით თქვენი ურთიერთობა ბატონი გოდერძი ჩოხელთან, გაიხსენეთ ის თქვენი ნათესავი. ჩვენ ვართ ნათესავები და მიხარია ძალიან რომ გოდერძი ჩოხელის დროს ცხოვრობდი და გოდერძი ჩოხელს აქვს ეგეთი სიტყვები, რომ მე მიყვარხარ თქვენ, რადგან მიყვარს ღმერთი და ღმერთმა თქვენთან ერთად სიცოცხლე მარგუნა დედამიწაზეო და ძალიან მიხარია და ბედნიერია რომ ვიცნობდი გოდერძის. გოდერძი ბევრ ადამიანს უყვარდა, მოძღვრები ეპისკოპოსები სტუმრობდნენ და ეფერებოდნენ ამ ადამიანს. მე ვარ მისი მეუღლის მოძღვარი და მისი შვილის და კარგი ადამიანები არიან, მთლიანი ოჯახი, როგორც გოდერძი იყო, ისეთები არიან და მე მეუბნებოდი ხოლმე, რომ გოდერძი რო ვესაუბრებოდი, მithქვამს, რომ ხო იცი მეთქი, რომ პირველი დარდების შემგროვებელი მოძღვარია მეთქი და გაეღიმებოდა ხოლმე რა და ძალიან ფაქიზი შინაგანი ბუნება ჰქონდა და აგროვებდა დარდებს გულში და ვერ გაუძლო იმის გულმა ამ დარდებს და ჩამოეცადა დარდით გული. რომ ეცხოვრა თამარ მეფის დროს ან დავით აღმაშენის ეპოქაში ალბათ უფრო დიდ ხანს იცოცხლებდა, მაგრამ თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში პოეზიის და პროზის საგანძურში ნათელი კვალი გაავლო თავის ხანმოწყობის განმავლობაში. მამა, რიგი მაყურებელი დაგვიკავშირდა, მოგესალმებით და გილოცავთ ხარებას. გამარჯობა მამაო. გამარჯობა თქვენ. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა. ეს გილოცავ. ჩოხის წმინდა გიორგი გზა და კვალი დაგილოცოთ. დიდი მადლობა. თქვენს პირად ცხოვრებაში დრაგზაზეც გეხართ. ხელი მოგემართოთ, ჩოხელი ვარ და ღმერთმა დიდხანს გაწუხოთ. ერთმანეთს დაგლოცოთ. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის. გუდამაყრელები და ჩოხელები აქტიურობენ დღეს და თუ იკრიბებით ხოლმე მამაო. დიახ. ციდან ჩამოსახლებულები ბარში. 8 აგვისტოს არის მარიამობას. დიახ. ჩოხში არის წმინდა გიორგის საყდარი, რომელიც ჩოხელებმა აღადგინეს. და მათ გამოთქვეს აი ნამდვილად გუდამაყრელებმა, რომ გზა არ გაეყვანათ გზა და ესე აზიდეს ცხენებით და ხელით აზიდეს სამშენებლო მასალა და არის საყდარი პატარა აი ამ ვიდეო რგოლშიც ჩანს ეს საყდარი. ნახა მაყურებელმა სიუჟეტში. ხო და მთაში შემორჩენილი არის სისუფთავე, უფრო უმცროსმა განსაკუთრებულად არის აი ამ მთაში და ესეთი ნათქვამი არის ხალხური ნათქვამი და რომ წმინდა გიორგიო 363 ნაწილად დაყვესო და ჩოხელების წმინდა ნაწილი ენა არისო და ჩოხელის ენაყბაში ჩავარდნას ყველა ერიდება, ამიტომავე ეს ხალხური უბოროტო ნათქვამია რა თქმა უნდა და ესე. თუმცა თქვენ იუმორის მარჯვეულ გზავითაც გამოირჩევით. მოდით ახლა შევიხედოთ მამაო თქვენი ნებართვით ინტერნეტ სტუდიაში ანანო ლებანიძემ ამბავს მოგვიმზადებს ანანო გისმენთ. რეკლამის შემდეგ რა შემოგთავაზებ იმის შესახებ გეტყვი. წაგიკითხავთ რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას, რომელიც მოვიძიეთ ჩვენს დღევანდელ თემასთან დაკავშირებით და ასევე რა თქმა უნდა მაყურებლის მიერ გამოგზავნილ შეკითხვებსაც გაგაცნობთ. აქვე დავაანონსებ კიდევ ერთხელ. შევახსენებ მაყურებელ ჩვენს მისამართს Facebook-ზე უნდა აკრიფოთ დღის სტუმარი ქართულად, Skype-ში უნდა აკრიფოთ დღის სტუმარი ინგლისურად. ძალიან მარტივია იაქტიურეთ, მოგწერეთ თქვენი შეტყობინებები. აუცილებლად რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით კვლავ პირდაპირ ეთერში.
ველოდები შეშეტყობინებებს მეც და მაყურებელიც რეკლამის შემდეგ აუცილებლად დავბრუნდებით და გველოდეთ.